აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს. გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით კლინიკამ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისათვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს სხვადასხვა პროფილის მომსახურება. კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალ ტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით, სადაც ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები. უკვე წლებია 3-4 წელია დაახლოებით ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობა თანამშრომლობთ ამ კუთხით მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველებს, ომის ვეტერანებს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში უკეთებთ უფასო გამოკვლევებს, გადაეცათ დღეს მედიკამენტების საჩუქრად, სხვადასხვა ბარათები და ვართ მოხარული, რომ ეს ყველაზე დასაფასებელი ხალხია და ყველაზე მოსაფერებელი ხალხია. დღევანდელ დღეს მოწვეული გახლავთ 25 აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონი, რომელთაც კლინიკამ ესეთი ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა, ჩაუტარდათ მრავალპროფილური კვლევები, მათ შორის ინსტრუმენტული, ლაბორატორიული, სხვადასხვა კომპანიისგან გადაეცათ საჩუქრები. მინდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ამ კლინიკის ფარგლებში იქნება მუდმივი ხასიათის.